შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. ბორჯომში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადები გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ქართული მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ. ფესტივალი კულტურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება 21, 23 და 25 აგვისტოს კი საღამოები უკვე ბათუმის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს. იმალე ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა შესანიშნავი იტალიელი მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი წარუძღვა კონცერტს. ფესტივალი გადაინაცვლეს ბათუმში. შევადგინეთ როგორც ყოველ წელს ძალზედ ატმოსფერული პროგრამა. ფესტივალი დასრულდება თბილისში 3 კონცერტით წავსდებით პუბლიკის წინაშე. ეს საოცრად ემოციური წუთებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსმენელს ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ გადმოდის ეს რეაქცია ჩვენზე. ბორჯომში გატარებული ეს საღამო ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება.